მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ელექტრონული ჟურნალის გამოყენების შესახებ. იმისაც, რომ ელექტრონულ ჟურნალზე გავიაროთ ავტორიზაცია, საჭიროა მომხმარებლის სახელში ჩაწეროთ ჩვენი ელექტრონული პოსტის მისამართი, პაროლი და დავაწყაპოთ ხილაკს შესვლა. გადმოვედით ელექტრონულ ჟურნალზე, რომელშიც მოცემულია ჩვენი გაკვეთილების ცხრილი, დღეების, კლასების და საათების მიხედვით. დღევანდელი რიცხვი წარმოდგენილია ამ სახით და გაკვეთილების თანმიმდევრობაც მოცემულია დროების მიხედვით. მარჯვენა ზედა კუთხეში თქვენ ხედავთ მომხმარებლის სახელსა და გვარს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ელექტრონული ჟურნალის მთავარ გვერდზე. მასზე მოცემულია კონკრეტული მასწავლებლის გაკვეთილების ცხრილი, კლასების მიხედვით, დღეების მიხედვით და საათების მიხედვით. განვიხილოთ ჟურნალის თითოეული ველი. თუ მაუსის მარცხენა კლავიშით დავაწყაპებთ ჟურნალს, გამოვა ფანჯარა, რომელიც საშუალებას მოგცემს ავირჩიოთ იმ კლასებიდან ერთ-ერთი, რომლებსაც ჩვენ ვასწავლით. ჩამოთვლილია კლასები, რომლებსაც ვასწავლი და მათგან შემიძლია ავირჩიო ერთ-ერთი. ამის შემდეგ უნდა ავირჩიო საგანი. საგნის არჩევანი მოხდება იმ საგნებიდან, რომლებსაც თქვენ ასწავლით. თუ თქვენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ საგანს ასწავლით, მაშინ არჩევანი არ გექნებათ. ამის შემდეგ ვაწყაპებთ ხილაკს არჩევა. როგორც ხედავთ, გამოვიდა მოსწავლეთა სია, გვარის სახელის მითითებით. ამ სვეტის საშუალებით შეგვიძლია დავაფიქსიროთ მოსწავლის დასწრება ან არ დასწრება. მაგალითად, თუ დავტოვებთ კის, ნიშნავს, რომ მოსწავლე ესწრება, მაგრამ თუ დავაწყაპებთ ამ ხილაკს, მაშინ დაიწერება არა. ესე იგი, აღნიშნული მოსწავლე გაკვეთილს არ ესწრება. თუ შემთხვევით შეცდომით დავაჭირეთ არას, ხელმეორედ დავაჭერთ ამ ხილაკს და ისევ აისახება, რომ მოსწავლე ესწრება. შემდეგი ველი არის იმისაც, რომ მოვახდინოთ მოსწავლის განმავითარებელი შეფასება. თუ დავაწყაპებთ ამ პლუს ნიშანს, გამოვა ველი, სადაც შეგვეძლება განმავითარებელი შეფასების ჩაწერა. თუ დავაწყაპებთ პლუს ხილაკს, გამოვა ველი, რომელშიც შეგვეძლება მოცემული კონკრეტული მოსწავლისათვის ჩავწეროთ განმავითარებელი შეფასება. ხოლო მარჯვენა მხარეზე შეფასებაში დაწყაპების შედეგად გამოვა ველი, რომელშიც შეგვეძლება ჩავწეროთ ამ კონკრეტული მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასების დაწერისას გვაქვს არჩევანი ავირჩიოთ შეფასების ტიპი. შეგვიძლია ავირჩიოთ საკლასო სამუშაოში ვწერთ ნიშანს თუ დამოუკიდებელ სამუშაოში. თუ ავირჩეთ საკლასო სამუშაოს და დავაფიქსირებთ რომელიმე ნიშანს, შეგვიძლია დავწეროთ კომენტარიც და შენახვის ღილაკზე დაწყაპებით ეს შეფასება შეინახება. თუ თქვენ გინდათ რომელიმე მოსწავლის მოძებნა, შეგიძლიათ საძიებო ველში ჩაწეროთ ამ მოსწავლის სახელი და გვარი. როგორც კი დავიწყებთ მოსწავლის გვარის ან სახელის ჩაწერას, სისტემა ავტომატურად მოახდენს ფილტრაციას და მოძებნის იმ მოსწავლეს, რომლის გვარი ან სახელი იწყება ამ სახით. ამის რების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ წინა დღეზე, როცა ჩატარდა გაკვეთილი, ან გადახვიდეთ მომდევნო დღეებზე. შემდეგი ველი არის კლასები. დავაწყაპოთ. როგორც ხედავთ, გამოვიდა ის კლასები, რომლებსაც ვასწავლი და აქვე აღნიშნულია მოცემული კლასების კლასის ხელმძღვანელთა სახელი და გვარები. ასევე თქვენ ხედავთ მოსწავლეთა რაოდენობებს მოცემულ კლასებში. თუ თქვენ გინდათ რომელიმე კლასის მოსწავლეთა სია ნახოთ, საჭიროა დააწყაპოთ ამ ფანჯარის მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარე ისარზე. როგორც ხედავთ, გაიხსნა მოსწავლეთა ბაზა. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თითოეულ მოსწავლეზე ინფორმაცია. თუ დააწყაპებთ ხილაკს დეტალურად, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია ამ მოსწავლის შესახებ, მისი დასწრების შესახებ, განმავითარებელი შეფასების თუ განმსაზღვრელი შეფასების შესახებ. თუ დავაწყაპებთ კალენდარს, შეგვიძლია ნებისმიერ დღეს ვნახოთ ამ მოსწავლის შესახებ ინფორმაცია. უკან დაბრუნება შევძლებთ ამ ღილაკის საშუალებით. თუ თქვენ გინდათ მოსწავლეს მიწეროთ რამე შეტყობინება, უნდა დააწყაპოთ ღილაკს მიწერე მოსწავლეს. ხოლო თუ გნებავთ მიწეროთ ამ მოსწავლის მშობელს, საჭიროა დააწყაპოთ ღილაკს მიწერე მშობელს.
იმისაც, რომ კომუნიკაცია შესდგეს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ან მასწავლებელსა და მის მშობელს შორის, საჭიროა თითოეულმა მოსწავლემ და მათმა მშობელმა გაიაროს ავტორიზაცია. დავუბრუნდეთ უკან. ამ ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ მოსწავლეებს გადაუგზავნოთ დავალებები, დავაწყაპოთ ღილაკს, ავირჩიოთ ერთ-ერთი კლასი. დავალების გადასაგზავნად შეგიძლიათ გამოიყენოთ შაბლონები, ანუ უკვე შექმნილი დავალებები, ან შექმნათ ახალი დავალება. დავალების შესაქმნელად დავაწყაპოთ პლუს ღილაკს, შევარჩიოთ დავალების სათაური, დავადგინოთ ვადა, რიცხვი, შეგიძლიათ შეარჩიოთ კალენდრის საშუალებით და საათი. შეტყობინებების ველში უნდა დავწეროთ დავალება. როგორც ხედავთ, დავალება მოვამზადე. გაზიარებაში მონიშნულია ყველა მოსწავლე. თუ მე მინდა მოსწავლეთა მხოლოდ ერთ ჯგუფს გადავუგზავნო ეს დავალება, მაშინ მონიშნულს დავტოვებ მხოლოდ იმ ჯგუფს, დანარჩენებს მოვაშორებ მონიშნას. და მას შემდეგ, რაც დავტოვე იმ მოსწავლეთა ერთობლიობა, რომელთათვისაც მსურს კონკრეტულად ამ დავალების გადაგზავნა, ლიფტის საშუალებით ჩამოვალ დაბლად. თუ თქვენ გინდათ ეს დავალება შეინახოთ შემდეგში გამოყენებას რომ შეძლოთ, უნდა დააწყაპოთ შაბლონად დამახსოვრებას. და ამის შემდეგ დავაწყაპებთ ღილაკს დამატება. როგორც ხედავთ, შეიქმნა დავალება, რომელიც გადაეგზავნა ყველა მოსწავლეს. თუ ჩვენ გვინდა ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს მიერ გაგზავნილ დავალებაში, შეგვიძლია დავაწყაპოთ ამ ღილაკს. შემდეგ დავაწყაპოთ ედიტირების, ანუ რედაქტირების ღილაკს ამ ფანქარს. დავბრუნდებით ისევ დავალებების ველზე და შევიტანთ ცვლილებებს ამ დავალებაში. შემდეგ კიდევ დავაწყაპებთ ღილაკს რედაქტირება. და რედაქტირებული დავალება შეინახა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გინდათ ამ დავალების წაშლა, უნდა დააწყაპოთ ღილაკს წაშლა. და უნდა დაადასტუროთ, რომ ნამდვილად გსურთ დავალების წაშლა. ქვედაველში მოცემულია კალენდარი. კალენდარის საშუალებით შეგიძლიათ გადახვიდეთ წინა თარიღებზე ან მომდევნო თარიღებზე და დაათვალიეროთ ამ კონკრეტულ დღეს დამსწრე მოსწავლეები და მათ მიერ შესრულებული დავალებები. შემდეგი ველი არის ჩათი, რომლის საშუალებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მოსწავლეებს ან მათ მშობლებს და გაუგზავნოთ შეტყობინებები ან მიიღოთ მათგან შეტყობინებები. დავუბრუნდეთ ისევ მთავარ გვერდზე. თქვენ შეგიძლიათ თქვენს ავატარზე დაწყაპების შედეგად შეცვალოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, შეცვალოთ თქვენი როლი, პაროლი, დააფიქსიროთ აქტივობები ან გამოხვიდეთ სისტემიდან. მადლობა ყურადღებისათვის, წარმატებებს გისურვებთ.